გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გავუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს ვწერთ თხის რქევზე თუ რა ელით მათ 2025 წელს, ანუ ასტროლოგიაზე იქნება ვიდეო და დღეს აქვს ჩემს ძალიან ახლო ადამიანს დაბადების დღე, ჩემი დეიდაშვილის შვილს და მინდა რომ აქედანაც მოვულოცო, მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო და კარგი გქონდეს და ყველა თხის რქას გილოცავთ მის და თამადობით დაბადების დღეს. მაშ დავიწყოთ თხის რქებო რეტრო მერკურით. ჩვენ სამჯერ გვექნება 2025 წელს რეტრო მერკური და რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. პირველ რიგში რეტრო მერკურის დროს არ ვიწყებთ ახალს, არ ვიძენთ ახალს, არ ვუკვეთავთ და ასე შემდეგ, რადგან დიდი ალბათობით შედეგი არ მოგეწონებათ, ან გვიან ჩამოვა, ან დოკუმენტებში იქნება პრობლემა და მოკლედ გაგაწვალებთ. შესაბამისად ამისა ახალს არ ვიწყებთ, მაგრამ კარგია თუ ძველს მივუბრუნდებით, ძველ საკითხებს, ძველ საგნებს, ანუ ძველ გადასაჭრელ ამოცანებს, ხო და დავხვეწავთ ამ ყველაფერს. და პირველი რეტრო მერკური 15 მარტს 7 აპრილის პერიოდში თქვენს მეოთხე სახლში იქნება. აქტუალური საკითხები იქნება ქონება, სამშობლო, მიწა, წყალი, დედასთან ურთიერთობა, ქონება ვთქვით და რემონტი. შესაბამისად შეიძლება აი ამ საკითხებს დაუბრუნდეთ რა, თუ ადრე გქონდათ მაგალითად რემონტი დაწყებული, შუაში მიატოვეთ, ეხლა შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ, ანუ აი ამ პერიოდში, ხო 15 მარტი 7 აპრილის პერიოდი. თუ თქვათ რაღაცა ქონება გქონდათ გადასაფორმებელი, თქვათ გადაიფორმოთ აი ამ პერიოდში. ანუ ეს არ არის ახალი, ეს არის ძველი ადრე რაც იცოდით და უბრალოდ რომ უნდა მიუბრუნდეთ. შემდეგი არის მეორე რეტრო მერკური 18 ივლისი 11 აგვისტოს პერიოდი თქვენს მერვე სახლში, რაც შემდეგ საკითხებს განაგებს. მაშ ეზოთერიკა, ტრანსფორმაცია, სექსუალური ურთიერთობები, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ბანკი, დიდი ფული, პარტნიორის ფული, აი რისკი, სიკვდილის სიცოცხლის საკითხები, ანუ აი ეს პირდაპირ არ გავიგოთ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ამას ესე ვამბობ, ნიშნავს რომ რაღაცა რისკზე მიდიხართ რა და ან თქვათ ეს ოღონდ არ არის ახალი, ეს არის ძველ საკითხთან დაკავშირებით რისკზე წასვლა მაგალითად. და შეიძლება აი ამ საკითხებს დაუბრუნდეთ, ხო? შემდეგი ვიღაცა შეიძლება თუ თერაპიას გადიოდა, თერაპიას დაუბრუნდეთ. შემდეგი მესამე რეტრო მერკური არის 9 ნოემბერი 29 ნოემბრის პერიოდი თქვენს მე-12 სახლში. ეს ნიშნავს, რომ გამოემშვიდობებით ბევრ საგანს, ადამიანებს და მოვლენებს, ანუ აი გაწმენდითი ის გექნებათ პერიოდი, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს ემიგრირება, ანუ დაბრუნდეს ძველ, სადაც იყო იქ. შეიძლება ეზოთერიკით დაინტერესდეს, ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, სიზმრებით, შეიძლება ვიღაცამ გემით მოგზაურობა გადაწყვიტოს, აი ზღვასთან ურთიერთობა არის კიდე ეს, ანუ დიდძალი წყალი, ასე ვთქვათ, რა, ანუ ზღვა თუ არა, ნებისმიერი საკითხი, რაც წყალს ეხება. შესაბამისად ამისა, შემდეგი საავადმყოფოები, ციხეები, აი ყველაფერი ეს ამ საკითხებს შეიძლება მიუბრუნდნენ რა. ეს კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის არ იქნება რამე ახალი, ეს იქნება ძველი. ანუ ძველი საკითხები იქნება ამ სფეროდან და ამას მიუბრუნდებით და დიდი ალბათობით გაწმინდავთ თქვენს გარშემო, როგორც ადამიანებს, ან გულისხმობთ თქვენზე რაც ცუდად მოქმედებდა. ხო, აქ კიდე არის მავნე ნივთიერებები, შეიძლება გადაწყვეტოთ, რომ იცი რა არის, გაგახსენდეთ, დაბრუნდეთ და თქვათ, რომ არა, აღარ მოვიხმარ და იცი რა, მე განვაგებ ჩემს ცხოვრებას და აი ესე გაწმინდოთ რა. და მოკლედ გადაწყვეტოთ ცხოვრებიდან გაუშვათ ისეთი ადამიანები, ვისაც თქვენთვის დადებითი არ მოაქვს. რეტრო ვენერა, სხვადასხვა ეს წელი ძალიან საინტერესოა, ბევრი პლანეტა არის რეტროგრადული და ასევე გარდა იმისა, რომ ბევრი პლანეტა რეტროგრადული, ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს. ისედაც ზოგადად ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ძალიან ტრანსფორმაციული წლები გქონდა და გვექნება კიდევაც.
Retro Venera-s დროს არ ვიტარებთ სილამაზის პროცედურებს, ესეთიურ ჩარევებს არ ვიკეთებთ, ასევე არ ვოჯახდებით და ხელს არ ვაწერთ, იმიტომ რომ ოჯახის შექმნის შემთხვევაში და თხის რქებს გაქვთ ეს, რომ ვიღაცა შვილი ეყოლება, ვიღაცა დაოჯახდება, ხო? დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ თხის რქებმა ოჯახი შექმნათ. და ესე იგი როდესაც რეტრო ვენერას დროს ვქმნით ოჯახს, ამ ოჯახს სიყვარული, ოჯახური იდილია აკლდება ხოლმე რა, და ამიტომ არ გირჩევთ ახლა ცოტა მოვითმინოთ ან მანამდე, ან მის მერე დავგეგმოთ ეს ყველაფერი, ხო? ასევე ფულის შემთხვევაშიც ასეა, ხო? რაღაცა მაინც და მაინც ბიზნესი, ხა ამ პერიოდს არ დაამთხვევთ ბიზნესი გახსნა. და რეტრო ვენერა, ესე იგი იქნება მეოთხე სახლში და აქტუალური საკითხი იქნება ისევ და ისევ ძალიან აქტიურია, როგორც ხედავთ, აქტუალური იქნება სამშობლოს საკითხები, მიწის საკითხები, ქონების საკითხები, დედასთან ურთიერთობა, რემონტი, სახლი. დიდი ალბათობით თუ ადრე რაღაც სახლი ქონდათ ნაკლი, ახლა უკვე გადადიხართ თითქოს, აი ესეთი მომენტია რა. ან იფორმებთ, ან რაღაც ეგეთი. და თუ ვთქვათ დიდი ხანი გაგეწელათ ეს გადაფორმება, დიდი ხნის წინ დაიწყეთ, რომელიმე რეტროს დროს დაიწყეთ, ახლა შეიძლება დაგვირგვინდეს. ასევე 1 დეკემბერში პირველ სახლში იქნება ჩვენი ვენერა, თქვენი ზოგადად ვენერა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ქარიზმატულები, თვალშისაცემად შარმიანები, ლამაზი იქნებით და ძალიან ძლიერები იქნებით, როგორც სულიერ სიძლიერიც გექნებათ და ფიზიკურიც. ასევე მე-7 სახლი, როდესაც 26 აგვისტოს იქნება ვენერა აქ, ასევე ძალიან ძლიერები იქნებით ოჯახურ ურთიერთობებში, მეტოქეებთან ურთიერთობებში, თქვენს გარშემო ვისნაწყვის ყოველდღიური ურთიერთობები გაქვთ ამ ადამიანებთან, პარტნიორთან ურთიერთობაში. აი ეს პერიოდები გამოიყენეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად თქვენი სიტყვა გაჭრის და მაქსიმალურად გავლენის მოხდენა შეგიძლიათ. მარსი რეტროგრადული იქნება მე-7 სახლში, 7 იანვრიდან მაშ 24 თებერვლის პერიოდში და ისევ და ისევ ნახეთ ოჯახის სახლი, აი როგორი აქტუალურია და კიდე მე-8 სახლი, ხო? ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ 2025 წელს ძალიან დიდი ტრანსფორმაციული წელი იქნება. ესე იგი, სახლსაც ყიდულობთ, ვიღაცა გადადიხართ, თქვათ, ოჯახდებით და გადადიხართ საცხოვრებელ სიცვლით, ვიღაცა შვილი გეყოლებათ პარტნიორ, თუ არ ყავთ პარტნიორს იპოვით, აი ამ მხრივ ძალიან იღბლიანი წელი იქნება. რეტრო მარსის დროს სიზარმაც ეიმატებს ხოლმე და უენერგიობა, მაგრამ ეს კარგია, რომ გამოიყენოთ დასასვენებლად, მაგალითად გადასახარისხებლად რაღაცის დასაგეგმად და არამც ქმედებაზე არ გადავდივართ ესე ძალიან აქტიურ რეჟიმში რა. ვიაზრებთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. შემდეგ ესე იგი მე-7 სახლში პრინციპში მარსი გაჩერდება 7 იანვრიდან 29 აპრილის პერიოდამდე. ნახეთ რა ხელა დრო იქნება მანდ. შემდეგ 16 და წლის ბოლოს იქნება პირველ სახლში 16 დეკემბერი 2026 წლის 24 იანვრამდე. ანუ აქტუალური იქნება თქვენი ვიზუალი, ეს მეც ვიტყვით ამაზე, მაგრამ ვიზუალი, ხასიათობრივი თვისებები, შარმიანობა იქნება ძალიან აქტუალური, ან წლის ბოლოს შეიძლება თქვათ, რომ იცი რა არის, всё, მე უნდა გავხდე ისეთი, როგორც მინდა რომ ვიყო და როგორც წარმომიდგენია ჩემი თავი. იუპიტერი არის ბედნიერების პლანეტა, იღბალი მოაქვს, წარმატება მოაქვს და ის შედის თქვენს მე-7 სახლში 10 ივნისი, 1 ივლისის პერიოდი. ოღონდ 1 ივლისი 2026 წლის 1 ივლისია საუბარი და შემდეგ 2026 წელს მთლიანად გადავა ის თქვენს მაშ ერთი წამით დავამტკიცეთ.
მე-7 სახლში. დიახ. და რაზე მიუთითებს ეს? ჯერ ერთი ოჯახში იზრდებით. ანუ აი თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა იზრდება. შემდეგ უფრო მეტ ადამიანებთან გამონახავთ ენას, საერთო ენას. იზრდებიან მეგობრებიც, მაგრამ იზრდებიან მეტოქეებიც. ანუ აი ძალიან აქტიური წელი იქნება და ვისაც პარტნიორი არ ყავთ, პარტნიორს ნახავთ, ვისაც ყავთ დაოჯახებას გადაწყვეტთ და ნუ შვილიც გეყოლებათ, ხო? ამიტომ აი ეს იუპიტერის მე-7 სახლი არის ძალიან მაგარი იმ მხრივ, რომ თუ დიდი ხანია ოცნებობდით და გინდოდათ ყოლოდათ ოჯახი, აი ეს ზუსტად ის პერიოდი. ან თქვა თუ პრობლემები გქონდათ ოჯახში, რომ მოაგვაროთ. შემდეგი არის სატურნი მე-4 სახლში, 26 მაისი 2 სექტემბრის პერიოდი და შემდეგ 2026 წლის თებერვალს, იგი 2 წელნახევარი 3 წლით შევა თქვენს მე-4 სახლში. აქტუალური საკითხები იქნება ისევ და ისევ სახლი, ქონება, მიწა, სამშობლო, დედასთან ურთიერთობა, ძალიან აქტიური იქნება ეს პერიოდი. სატურნი დაგეხმარებათ, რომ დაალაგოთ, დაახარისხოთ, წესსა და კანონში მოაქციოთ, საზღვრები დააწესოთ, აი ამ მიმართულებით. და რა ვიცი, უკვე მე რამდენჯერ გავიმეორე, მაგრამ ძალიან ტრანსფორმაციული იქნება თქვენი სახლის ქონების მიმართულებით, ოჯახის შექმნის, როგორც სასიყვარულო ფრონტზე, ასევე აი ეს ქონებაზე და საკუთარ თავის დამკვიდრებაზე აი ამ კუთხით, ხო? და ძალიან მაგარია ეს. ანუ ერთ-ერთი ღბლიანი შეიძლება ჩავთვალოთ თხის რქები პრინციპში, ხო? შემდეგი არის ურანი. ურანი იქნება 8 ივლისი 9 ნოემბრის პერიოდში თქვენს მე-6 სახლში და 2026 წლის აპრილიდან უკვე იგი მთლიანად შევა 7 წლით თქვენს მე-6 სახლში. მე-6 სახლის სფეროებია ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები, სამსახური და ყოველდღიური მუშაობა. ურანი არის სიურპრიზების და რისკების პლანეტა. ურანს ესე რა სიურპრიზს გიმზადებს, ესე ძალიან რთულია რომ მიხვდე ურანზე რა და ამიტომ ყველანაირი უცაბედი ცვლილებები, უცაბედი მოულოდნელი მოვლენები გარდაუვალია ამ სფეროებში. ხო, ესე იგი ვიღაცამ უცებ აი გათენდა, უცებ გადაწყვეტეთ, რომ შინაური ცხოველი გყავდეთ. ან თქვათ, უცებ სამსახური დაკარგეთ, მაგრამ უცებვე ძალიან მაგარი პირობა გამოგიჩნდათ, რომ სამსახური დაიწყოთ. აი, იმდენად უცაბედი და სიურპრიზებით სავსე მის იქნება, რა ქვია. ჯანმრთელობის კუთხით თუნდაც უცებ გაიგეთ, რომ ავათხართ, უცებ გაიგეთ, რომ უკვე გამოჯანსავთ. ანუ რაღაც ესეთი სიურპრიზებით სავსე პლანეტა არის ზოგადად ურანი. და ამ ხრივ კარგია ხოლმე, რომ უბრალოდ თვალი ადევნოთ, ანუ თქვენს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრებით იყოთ დაკავებული, თუ რაიმე ანალიზები გაქვთ შესაბარებელი, ჩააბარეთ და ასე შემდეგ. მოკლედ, შემდეგი არის სატურნი და ნეპტუნი. ნეპტუნი თქვენს მე-4 სახლში, ასევე 31 მარტი 23 აპრილი და ოქტომბრის პერიოდი 2026 წელს მთლიანად შედის ის 14 წლით უკვე მე-4 სახლში და აქტუალური საკითხი კიდევ და კიდევ ნახეთ, რამდენი პლანეტა გყავთ მე-4 სახლში. სამშობლო, დედასთან ურთიერთობა, რემონტი, სახლის ყიდვა, გადასვლა, დაოჯახება, ვიღაცა შეიძლება აი ეს მაინც ემიგრირების პლანეტა, ანუ ემიგრირებაზე არ მიუთებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, თუმცა იმიტომ რომ ნეპტუნი მე-4 სახლში, ხო, აი ამიტომ შეიძლება ემიგრაციაც იყოს. და რაც ჩამოვთვალე მე-4 სახლზე ყველაფერი, ხო? აი ესენი იქნება აქტუალური და ნეპტუნის აკყოფნა ნიშნავს იმას, რომ ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები. ანუ უშუალოდ რაღაცა კონკრეტული კი არა, უფრო მეტი შესაძლებლობები გექნებათ, უფრო მეტი უნარები გექნებათ, რაღაცა დიდ ფართო მასშტაბებზე გახვალთ, ხო? ეხლა გაგეცინებათ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვათ გემზე ცხოვრება გადაწყვიტოს. ანუ შესაძლებელია, ხო, ეს ამბავი. შესაბამისად ამისა აი ამ ხრივ ძალიან საინტერესო არის ნეპტუნი მე-4 სახლში, ხო? და ცვლილებები
ცვლილებები, იმიტომ რომ უდაოდ გადადიხართ რა, ან ვიღაცა გადამოდის თქვენთან, ესეც შესაძლებელია. აი ესეთი საინტერესო ამბავია ნეპტუნის მეოთხე სახლში ყოფნა. აგვისტოში სატურნი და ნეპტუნი ერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთმანეთის საპირისპირო თვისებების მატარებელი პლანეტები, იმიტომ რომ სატურნი პირიქით ძალიან ისეთი პლანეტაა, რომელსაც დიდი საზღვრები გააჩნია და უფრო ამცირებს, მოვლენებს, აგვიანებს და ასე შემდეგ. აჭიანურებს და ნეპტუნს პირიქით საზღვრები არ გააჩნია და პირიქით ძალიან ქაოტური პლანეტა არის რა და ამათი გაერთიანება ბევრ ადამიანს დაეხმარება ოქროს შუალედის პოვნაში. ან მაგალითად ვინც თქვათ ძალიან ქაოტური იყო და აი უკვე გამაღიზიანებლად ქაოტური თავისთვისაც მათ შორის უფრო ისწავლის სტრუქტურირებას. ვინც შემაწუხებლად სტრუქტურირებული იყო, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტი და ბევრი ვნებს ხოლმე ადამიანს. პირიქით უფრო მოქნილი გახდება, ხო? გარდა ამისა, მეოთხე სახლში ამ სატურნის და ნეპტუნის შეერთება, იცით როგორ შაბეჭდება შევა, რომ ანუ თითქოს დაგეგმავთ. ან მიზნად გაწერთ და ამას ეს გამოგივათ რა. თქვათ მე მინდა რომ მქონდეს სახლი. დაგეგმავთ, იყიდით სახლს. ანუ აი ეს ესე მარტივად ჟღერს, მაგრამ ესე მარტივად არ არის ხოლმე, ანუ აი თუ ძალიან დიდი ხანია ოცნებობდით ესეთ რაღაცაზე, ანუ მიზნებში გაწერთ რა და ამისთვის იბრძოლებთ. თუმცა ეს ორი პლანეტა დაგეხმარებათ, რომ მარტივად მიაღწიოთ ამ ყველაფერს. შემდეგი, ანუ უფრო დედასთან ურთიერთობასაც დაალაგებთ უფრო მეტად. და სამშობლოშიც, სამშობლოს კუთხით შეგიძლიათ უფრო მეტი წვლილი შეიტანოთ და უფრო მეტად კარგისკენ წაიყვანოთ სიტუაციები, მოდი ასე ვთქვათ. პლუტონი შეიძლება მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ვიღაცამ გაჩუქოთ კიდევაც რაიმე ისა, მაგრამ ეს უფრო ჩუქებაზე არ არის გადმოფორმებას გულისხმობ. უფრო გადმოფორმებაზე არ არის, მე მგონია რომ მაინც თქვენ თვითონ გააკეთებთ ამ ყველაფერს. ნახოთ. პლუტონი 20 წლით შევიდა თქვენს მეორე სახლში, ფინანსების სახლში. 24 ნოემბრიდან, ამა წლის 24 ნოემბრიდან შევიდა და ესე იგი პლუტონი ძალიან ტრანსფორმაციული პლანეტა არის და მისი სახლი არის ზოგადად მერვე სახლი და ისედაც ფინანსებს განაგებს და თან დიდძალ ფინანსებს. ეხლა ნახეთ მეორე სახლი, ხო? რავი 2025 წელი და აი თქვენთვის არის უმაგრესი წელი. მარტო 2025 არა, იმიტომ რომ 20 წლით შედის ეს პლანეტა მეორე სახლში. და ესე იგი ფინანსების გამომუშავება შეძლებთ ისე მარტივად, რომ აი არ ვიცი. აი ძალიან დიდი ფინანსური წარმატების მომტანი წელიც და ტრანსფორმაციულიც იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კი გქონდეთ და მოიძიოთ ბევრი ფინანსები, მაგრამ მალე დაკარგვა რა, დაკარგოთ და ხელახლა თავიდან გამოიმუშავოთ. ანუ აი ეს ძალიან ტრანსფორმაციული და ცვალებადი პერიოდია, ხო? და რესურსები. ანუ გაიღრმავოთ თქვენი რესურსები, უფრო ენერგიულები გახდეთ, უფრო სხვადასხვა უნარები განავითაროთ საკუთარ თავში, ძალიან ფინანსურად ამ მხრივ წარმატებული იქნება, მაგრამ ეს არ იქნება მოგება, ეს იქნება ის, რომ თქვენ თვითონ გააკეთებთ ამას, თქვენ თვითონ გამოიმუშავებთ ამას. ფანტასტიკურია მოკლედ რა, ესე იგი ფინანსები არის, ოჯახი არის, ქონება არის, ძალიან მშვენიერი წელი. შემდეგ კარმულ კვანძებზე მინდა გესაუბროთ. კარმული კვანძები, ესე იგი რახუ მესამე სახლში, კეტუ მეცხრე სახლში და 12 იანვარს შედის, ესე იგი 12 იანვარს იცვლის ნიშანს და თვენახევარი, ანუ 18 თვით შედის. აქტუალური საკითხები იქნება წელიწადნახევრის განმავლობაში მანქანა, ტრანსპორტი, მეზობლებთან ურთიერთობა, და-ძმებთან ურთიერთობა, მეტყველება, ზოგადად მეზობლები, ნათესავებთან ურთიერთობა. აი ეს და მეორეს მხრივ ასევე მასწავლებლები, განათლება, მოგზაურობა, ემიგრაციაც მათ შორის, იურიდიული საკითხები, რელიგია, აი ეს ყველაფერი ფილოსოფია ძალიან აქტუალური და აქტიური იქნება აი ამ პერიოდში, ხო? აი თავს ვიღაცამ შეიძლება პროფესიადაც კი გაიხადოს ამ მიმართულების
მხრივ. შემდეგ ორი მზის დაბნელება და ორი მთვარის დაბნელება გვექნება. პირველი მთვარის დაბნელება არის მე-9 სახლში 14 მარტის პერიოდში და მზის და მთვარის დაბნელებები კულმინაციაზე მიუთითებს ხოლმე და შედეგს გვაძლევს ხოლმე. ამიტომ მე-9 სახლის კულმინაციური სფეროები იქნება რელიგია, პედაგოგები, მასწავლებლები, განათლება, უნივერსიტეტის დონეზე განათლება აქვე, უცხოელებთან კომუნიკაცია, უცხოენის სწავლა, ანუ თუ სწავლობდით, აი უკვე შედეგებს დაინახავთ, ну პრაქტიკაში გამოიყენებთ, ასე ვთქვათ. რელიგია ვთქვით, ფილოსოფია, მამასთან ურთიერთობა, ესენი იქნება აქტიური და აქტუალური. მზის დაბნელება 29 მარტი მე-4 სახლში, კულმინაცია დედასთან ურთიერთობის დროს, დედასთან ურთიერთობა, ასევე სამშობლო რემონტი სახლი, მიწა, აი ყველაფერი ეს. მთვარის დაბნელება 7 სექტემბერი მე-3 სახლში კომუნიკაცია, ტრანსპორტი, დაძმური ურთიერთობა დეიდაშვილ მამიდაშვილთან და ასე შემდეგ, მეზობლებთან, ნათესავთან, ესენი იქნება აქტუალური ტრანსპორტი მათ შორის. ანუ კულმინაციას ნახავთ ამ მიმართულებით. და მზის დაბნელება არის 21 სექტემბერი მე-9 სახლი. მე-9 სახლში ისევ და ისევ მეორდება უკვე და გადიხართ, იწყებთ რაღაც პერიოდამდე მიდიხართ, მერე ისვენებთ და მერე ხელახლა უბრუნდებით. უცხოენები, უცხოელებთან ურთიერთობა, მოგზაურობა, განათლება, რელიგია, მასწავლებლები, ეს ყველაფერი იქნება კულმინაციური ამ მიმართულებებით. შემდეგ არის ახალმთვარეობა, რომელიც თქვენს პირველ სახლში იქნება 30 დეკემბერი 2024 წლის ამ წლის და კიდევ 18 იანვარი 2026 წლის. ესე იგი, ეს კარგია დასაწყისისთვის, ანუ რაღაცა რო დაიწყოთ რა. ოღონდ რამე რეტროს არ დაემთხვეს, მე მგონი არც ემთხვევა, მაგრამ კარგია ახალმთვარეობის დროს რაღაცების დაწყება, იმიტომ რომ ახალმთვარეობა გეხმარებათ, რომ მარტივად და შედეგიანად მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ, ხო? თქვათ ბიზნესი იწყებთ თუ რას იწყებთ, იმის მიხედვით, ან სწავლას თუ იწყებთ. და დიდი ალბათობით ვიღაცა სწავლას დაიწყებს, ახლა აქ ესეც ჩანს. მოკლედ, ყველა სფერო არის აქ, ანუ ყველა სფერო თხის რქებო არის თემა, ასე ვთქვათ რა და ყველა სფერო არის ჩართული თითქმის. და მინდა რომ წარმატებული წელი გისურვოთ და ასევე გთხოვოთ, რომ წლევანდელი პროგნოზი და შარშანდელი პროგნოზი ცდებს და ვინც უკვე მოусმინა და გაიაზრა ეს ყველაფერი, გთხოვთ რომ დამიწეროთ თქვენი კომენტარები, რამდენად დაემთხვა, რამდენად არ დაემთხვა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს კომენტარები, ხო? მოკლედ, მადლობა და ისევ წარმატებები.